რა გინდა? როგორია საქართველოში მანქანის ტარება? სტაშინოლება რა, ჯოჯოხეთი რა. არა, იქ კამაზი შუქესუნ და სხვა კამას. მანქანა ხო უსწრებს ერთ მანქანას. და მე კიდე მესამე მანქანა მოდის, რომელიც უსწრებს იმ მანქანას, რომელიც პირველ მანქანას უსწრებს. უკნიდან უკიდე უსწრებს ტრაილერი მეოთხე მანქანას და იმ ტრაილერს ასწრებს მეექვსე კომბაინი და იმ კომბაინის მეექვსე მეშვიდე ტრაქტორი მოყვება უკნიდან მეშვიდე მერვე ცხენი კი და ვირზე ავწარი კახელი ესე იგი მერე იმ ცხენი თან როგორი ანუ ერთმანეთზე წამჯდრები არანაირი დისტანცია რომ არ არსებობს. აი სამი თითი ეყო არა ერთი მანქანა მე სამი თითი რო იყოს უკვე ამ სამი რამე რო იყოს აჰა ეს გადავწყვიტეთ წავიდეთ სოფელში თვითონ გადაწყვიტა რომელიც დარწმუნებული ვარ მე არაფერ შუაში არა ძალიან ბევრს კი არა თითქმის არავის არ გაუგია ამ სოფლის სახელი ცოტა უცნაურადაც კი ჟღერს მაგრამ მერწმუნეთ არის ულამაზესი სოფელი ამ სოფლიდან არის ჩემი დიდი ბებია რომელმაც წამომიყვანა აქ როდესაც მე დაახლოებით ვიქნებოდი 10 წლის და ეს იყო ერთადერთი შემთხვევა როდესაც მე ამ სოფელში ვიყავი და იმდენად ჩამრჩა ბავშვობაში ეს სილამაზე და ეს სოფელი რომ გადავწყვიტეთ კიდევ მოსულიყავით და დავითისთვისაც მენახებინა ეს ლამაზი ადგილი ერთი შეკითხვა შეიძლება სანამ გაგრძელებ დიდი რამხელა დიდი რამხელა დიდი ბებია რამხელა დიდი მამა ჩემის ბებია. არა, ხელით გეუბნები კაცო თუ ისე რა. ესეთი ბებო იყო დიდი. საშუალო ბებია. ძალიან დიდი ბებო იყო. განახებთ ახლა ამ სოფლის. ამ სოფლის სახელი არის ყანდაური. თქვენ აზრზე არა ხართ რა სუფთა ჰაერი და რა სილამაზე არის აქ. ჩვენ ვართ ზუსტად გომბორის შუა გულ სოფელში. აი, ტყეში ვართ ფაქტიურად. ჩვენს გარშემო არის მხოლოდ ტყე და რამოდენიმე კომლი. ეს არის ღვთისმშობლის ესეთი პატარა და მოკრძალებული ტაძარი, ძალიან საყვარელი ადგილი. ჩიტების ხმა თუ გესმით. გეხვეწები შეხედე. რა მითვრები არის, გეხვეწები. ნახე იქით ცხვრები. ბეკეკოები. დავინახე და გული გამოიქცევსო. მეგარ მივდივართ იქით. რა შემოდა გველი? 1-2 მეტრა ხო იქნებოდა. დავინახე. შუაში გაწურა შო. ანუ დავტოვა მე მიმაგდო და წამოვიდა გამოიქცა. აბა მეჩვენე გონანკრიეთ. გიჩვენე მე მიკმინა. ხმერთ ჩიმოზე თვეში და გველების არ ვიცოდი. მოკლედ იმ ხელა გველი დავინახეთ. ეს სოფელი დავითი გამოიქცა შეეშინდა და დარჩა მანქანაში და შემთხვევით შემოგხვდა აქაური ადგილობრივი ქალბატონი რომელიც დაგვთანხმდა რომ გამოყოლოდა და მივსულიყავით იმ გზამდე და მიგვეცილებინა. ოღონდ დავითი მანქანაში მოლოდება მე მივდივარ ამ ქალბატონთან ერთად. თქვენ აქ ქვიათ? ცანკაშვილი ეთერი. სასიამოვნო არის. ბებია ვარ. ბებია ხართ? რა თქმა უნდა, აბა 73. აქ ცხოვრობენ თქვენი შვილიშვილებიც? არა, შვილიშვილები ქალაქში არიან. ой, ძალიან ლამაზი სახლი გაქვთ. ერთადერთი სოფელი იყო. ბადიაურში ჩაასახლეს. ქვემო ყანდაურაში ჩაასახლეს. და რამდენი კომლი იქნება შემორჩენილი დაახლოებით? შემორჩენილი ამჟამად რო ჩაასახლეს მაშინ იყო შემორჩენილი სულ რამოდენიმე კომლი 1-3-4. აჰა. რომლებაც უარი განაცხადეს ჩასახლებას. 17-18-ია. მაგრამ ძირითადად შვილიშვილები ამოდიან უკვე აშენებენ.
ანუ ძველი თაობის ახალი თაობა ბრუნდება თავის სოფლებში და სახლებში. მამაპაპულზე აჰა. აშენებენ. თუ მამაპაპული არაა, დაინტერესებული ხალხი ყიდულობს და აშენებს დაჩებად. სადაჩოთ არის წინვალე. ძალიან ლამაზი ადგილი არის, მეც გავაცებული ვარ, ისეთი ლამაზი ადგილი არის. პლუს ამასთან ჰაერი არის წინვალე. ასე რომ წყალიც გვაქვს. ჩვენი. ალი შუქი, ანუ ყველანაირი შუქიც არის, ყველანაირი პირობები გაზიც არის. აი დაახლოებით აი ამ ადგილას იყო, მე ესე გადაგვიარა წინ დიდმა გველმა. მე ხო კი რა იქნებოდა ის, ხო გეუბნებს სქელი თუა და ცოტა წავარ. თქვენ მიჩვეულები იქნებით უკვე ალბათ ხო ხა? მიჩვეულები ვართ ჩვენ ახლა. ამბობდნენ რომ ფუძეს ინახავს ხოლმე. ბებია სამწუხაროდ აღარ მახსოვს ჩემი დიდი ბებია რა გვარი იყო. მაგრამ მე დაახლოებით 10-11 წლის ვიქნებოდი, როდესაც წამოგვიყვანეს აქ მანახა თავისი ნასახლარი, სადაც თვითონ დაიბადა და გაიზარდა. და შენ ეს გახსოვს? კი, აი ის მომენტი, კი ძალიან ჩამრჩა და მახსოვდა რომ ძალიან ლამაზი ადგილი იყოს, მწვანე გორები და რაღაც და მაგიტომ მოვინდომე ხა 24 წლის შემდეგ ამ ადგილას დაბრუნება და მე ნახა ისევ ის ადგილი გამეხსენა. წარმოვიდგინე, აი როიძახი რო აი მარემარეზე ცხოვრობდა. აი ამ ადგილას. მაშინ ელიზბარაშვილი უნდა ყოფილიყო. შენი ბებია. შეიძლება ეგ გვარიც იყო. იმიტომ რომ ჰაგერ ერთი ელიზბარაშვილი ხები ყავს ამას. და ეს ფეხი არ ჩაუდგავს ბადიაუში. არც ამას. აქაი ეს ოჯახი ახალგაზრდა გოგოა 46 წლის გოგოა გაუთხოვარი. ახალი ჩამოსულები არიან? არა. სულ აქ არის. ვერ მიატოვა აქაურობა ბავშვმა. აქ გაიზარდა ვერ მიატოვა. არც გათხოვდა არაფერი. ოი და მარტო ცხოვრობს? და ეხლა მამიდასულის. საქონელი ყავს. აი მთაში გაზრდილი ადამიანისთვის ზოგისთვის ძალიან ჭირს. ცივილიზაცია. კი, კი. ძალიან ჭირს. მართლა? მინერალური ქვებს. აი ახლა ეს რაღაცა აი ლისტი. ეგ რამე მინერალური ქვა არის? არა. ეს არა, ეგ შეშეყოფილი. არა. და რას უშევით ამ ქვებს? მე არაფერს არ უშევი. უბრალოდ აგროვეთ? მითხრა რომ შეაგროვე. სამხატვრო აკადემიაში სწავლობს ჩემი შვილიშვილი. ეხლა ამას უყურე. რა კრისტალია? არ ვიცი. ფერადი არის, კი. ფერადი და გამჭვირვალე. ხო? კი. ეგ კვლევა რო ჩაატაროს ვინმე მაგ მინერალსაც იტოვებს. კი, იმიტომ რომ ასე მგონია რომ საქართველოს ძალიან დიდი ნაწილი კიდევ ამოუცნობი არის და ძალიან ამოუცნობია, ნამდვილად ამოუცნობია. და ამოსაკვლევი. ბევრ რამე ბევრ საგანძურსაც კი შეიძლება მიაკლიან. ნამდვილად. აი სადაც არ დავდივარ ხევში მოუხვევი, სადმე სულ ვაკვირდები რომ სადმე თუ რაიმე ისეთი ღირებული დავინახე. თუ რაიმე ისეთი აი შეხედე კიდე ვიპოვე. ოი, კი. რა ლამაზი არის მართლა, გამჭვირვალე ქვები არის. კვარცია. კვარცი. ეხლა ამაებს რატო ვაქცევ ხოლმე ყურადღებას და ისა ჩემი უფროსი ძმა მუშაობდა რუსთავში გეოლოგებთან. გეოლოგი არ იყო თვითონ. ხოლო თვითონაც აი ესე რომ დადიოდა რამოდენიმე ნაპოვნი ქვა მაქვს. ისი. მალახიტია ესო ის არისო და იქიდან დავიწყე მეც. ეს ძალიან საინტერესო ჰობი არის, მით უმეტეს ესეთ ადგილას ძალიან ლამაზი ტაძარი არის, ღვთისმშობლის ტაძარი არის, ხო? ეს
ხო, შევიდეთ? შეიძლება შესვლა? როგორ შეიძლება შესვლა? მარისთვის არის აშენებული. ამ მხარეს ცხოვრობდნენ აი ეს მხარე იყო ობოლაშვილების. ეს საყდარიც ობოლაშვილების. მე აქ ერთ-ერთმა ცნობილმა საყდართან შეკრულმა გადაწყვიტა ფულს გავაკეთებო. ოძანდი? კი. აი რომ ორ თავიანი ნაწილები გადავიდე. კარგად, შენახე რა სიტუაცია. ეს გახლავთ ღვთისმშობლის ტაძარი, რომელიც დაახლოებით 5-6 წლის წინ არის აღდგენილი, რადგან რა თქმა უნდა ძველი ტაძარი არის ეს, მაგრამ ადგილობრივის ცნობით ქართულ ბანკმა ესეთი გარემონტა და აღადგინა ეს ტაძარი და აქ გახლავთ ესეთი საშანდლები, სადაც თქვენც ხედავთ ეს ორთავიანი არწივი, რაც არ ვიცით რას ნიშნავს, იქნებ თქვენი იცოდეთ, იმიტომ რომ ყველას აი ამ ჭაღზეც ესე არის მოჩუქურთმებული ორთავიანი არწივით და თვითონ შანდლებზეც აი სამი გახლავს და სამივეზე არის აგვეშდილი. წავიდეთ. მოდი, ჩარლი. მოდი. აუ. კი. კითხე ახლა. აი ასეთი რამე ვიპოვე ახლა და აბა ესე სოფელში რას ნიშნავს? ეჭვი მაქვს და შეგიძლიათ გამიქაროთ ეს ეჭვი თქო, რომ ეს რუსული ელემენტებია. თანამდებობით ქართულ ბანკის აშენებულია თქო. ააშენა დავით როსტომაშვილმა თქო. დიდი მადლობა აი ამ აბა ინფორმაციისთვის. დავიმშვიდობო. ესეც საყვარელ ადგილას მოვედით ჩვენ როგორც მუცლის მონები, მაგრამ ხინკალი არ გქონდათ. ხინკლის ჭამა გვინდოდა და წამოვედით ახლა ისევ საძებნელად იქნებ სადმე სხვა არ ვნახოთ. ეს მე ის სახში არ მივარ თუ ხინკალი ავჭამე, ასე რომ გამოვხევ. ვიპოვეთ ხინკალი. გაჭირებით თავიდან აქაც რაღაცნაირი ვარი იყო, მაგრამ ბოლოს მეთქი მაყარებს. თურმე ჩემ ქმარს რა დიდი საიდუმლო ქონია და მე არ ვიცოდი ქოლების ესე როგორ გეშინოდა. ანუ მაგიტომაა რომ წინასწარ უნდა გაიცნოთ ხოლმე თქვენი ქმრები. ანუ უნდა გამოსცადოთ როგორია სიმთვრალეში, გამოსცადოთ როგორია გაბრაზების დროს და გამოსცადოთ როგორია როდესაც გველს დაინახავს. აი გველი თუ აზრიადები. სისქე? დაიცა მაგაზე გძელი გველი იყო. კაი გზელი იყო. გძელი იყო, ანუ 1 მეტრამდე იქნებოდა. არა? მეტი თუ თან სქელი იყო და ყავისფერი და მაგრამ ხალხო, ისევ ნანობ რომ იმ მომენტში ვიდეო ვერ გადავიღე. ესე იგი, სანამ მოვტრიალდი. ეს უკვე მანქანაში. და პირველი მქონდა გაფრთხილი მეთქი დაჭექილი. იმაგდო მიმატოვა იქ სადღაც და თვითონ გაიქცა. მისახსოვს ცოლი და ბედნიერება.
მახსოვდი და შენზე გული ისე შემტკიოდა მე შეიძლება და ეს იგი ზოოპარკის კარდა მე გველი არ მინახია და იმ ზოოპარკში კიდე ჩემ ხელა ის არის რა შუშებში არის აი ჯანდაბას მაგრამ აი ეს ქუჩაში მიტასაუბრეთ არა ისე მართლა მოულოდნელი დაინახავ ხო იმპაქტური ხო უცებ რომ დაინახავ რომ შენ წინ ამ ხელა გველი გადარგვის და თან ვარც მოელოდები და თან მithumetes შიში გაქვს იომეთში ხო ახ არის ადამიანმა როგორ რეაგირებ და რა დღეში ჩავარდე რა თქმა უნდა პირველი რეაქცია თავდაცვაა დავაი მოუხი ხო და ამიტომაც მარტო მომიწია იმ ქალბატონთან ერთად მერე წასვლა და მიმადგილეს მისვლა ხალმა თქვა რომ ეს კაი გველი არის ხო თურმე ყოფილან კარგი და ცუდი გველები რომლებიც კარგი გველები იცავენ იმ ცუდი შხამიანი გველებისგან მეც კი კარგი გველი რა გაჭირვებულებს ეხმარე ბაჭები ხო და ეს მანქანაში ისე გველოდებოდა სანამ ქალბატონს ვართ მევდი ინტერვიუს ძალიან საყვარელი ქალი იყო იმიტომ არანაირად არ დაეზარა ჩემთან ერთად წამოსვლა გამოყოლა იქ რაღაცების ისტორიების მოყოლა და თან უბრალოდ გიყო რომ არ უნდა და სახის გამოჩენა და მაგიტომაც ვერ გამოვაჩინე ვიდეოში მაგრამ ნუ ყველაფერი ხომ გაიგეთ რა ეხა ცოტა ხანში მოიტანენ ჩვენ ხინკალსაც და თან შევკვეთეთ რამდენი წინაზე 99 ხინკალი შევკვეთეთ ეხლა 199 ხინკალი შევკვეთეთ იმიტომ რომ ნაკლებს არ გვეკეთებდნენ და ეს მოგვიწია ეს რამდენი ხინკლის ჩვენ თავზე აღება მაგრამ გაუმკლავდებით ხო გითხარით ხალხო 199 ხინკალი მოგვიტანენ უნდა თქო ესე ჩვენი ხინკალი ვეღარ მოვერიეთ 199 ხინკალს და 2 ცალი დავტოვეთ ხო ვერ მოვერიეთ ღორები ხო არა ვართ არა მაგრამ ძალიან გემრიელი და კაი იყო ჩვენი რეკომენდაციები ამ სასტუმროს კერა და ეს ის ჩვენი დღევანდელი ვლოგი დასასრულს მივახლოვდა. ძალიან კარგი დღე იყო და სასიამოვნო ბუნებაში და შემდეგ კუჭის სიამოვნებაში და წავედით სახში. დროებით შემდეგ ვლოგამდე. კაკად